სალამ მეგობრებო, გეთილი იყოს განმოგზაურება ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ბიუთი სიახლეების შესახებ. ოკეი, ჩემს გარშემო სიტუაცია ცოტა არეულდარეულია და სხვანაირად გამოიყურება. არ შეიმჩნიოთ, როგორც ის და თავზე დიდი პანჯარა მაქვს და საფხულში უნდა ჩამოვაბნელო ხოლმე, ეს იმიტომ რომ აქ რაღაც საათამდე აღარ ბნელდება და პირდაპირ ჩემს საწყის თავზე არის ეს პანჯარა, ამიტომ ეს რო რაღაცა მაგაზე ტექნიკურად ვიმუშავე, ცოტა მტვერი ჩამოიყარა და სერვანტი გადმოვალაგ. არაფერი არ დგას ოთახში თავის ადგილას. აი, არაფერი. ამიტომ შემდეგი რამოდენიმე ვიდეოები ხან ამას დაინახავთ, ხან იმას დაინახავთ, არ შეიმჩნიოთ. ნახოთ, როგორ ხასიათზე ვიქნები და რამდენად სწრაფად მოვრჩები დაალაგებას, იმიტომ რომ კარადა დავალაგე დღეს და მე გადავწყვეტე, რომ მოდი, დავჯდები ცოტა ხანი ვიდეოს ჩავწერ. ამიტომ არ შეიმჩნიოთ თუ კამერა არასწორად დგას, განათება არასწორად დგას. ესეა, რას ვიზავთ. ოკეი, მოდით მე ცოტა ჩავიწევი აქ ფოტოები რომ ჩაგიყაროთ. Road-ის ახალი ამბით დავიწყოთ. წინა Beauty News-ების ვიდეოში, წინათვის Beauty News-ების ვიდეოში ვისაუბრეთ ზუსტად იმის შესახებ, რომ ხმები დადიოდა, მასთან დაკავშირებით, რომ Road-ი გაიყიდებოდა და ერთი Beauty News-ების ვიდეო დაგვაგვიანდა და ეს ახალი ამბავიც გვაქვს, რომ გაიყიდა Road-ი და Elf Cosmetics-მა შეიძინა. ნახავთ ბევრ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 1 მილიარდად შეიძინა Elf-მა Road-ი, მაგრამ რეალურად 1 მილიარდის შესახებ არ ვსაუბრობთ, 600,000 მილიონი ქეშის შესახებ ვსაუბრობთ, 200,000 აქციების პაკეტის შესახებ და 200,000 იქნება როგორც ბონუსი, ანუ გააჩნია, რაღაცა პერიოდის განმავლობაში, თუ არ ვცდები შემდეგი 2 წლის განმავლობაში, როგორ შედეგებს დადებს Road-ი, იქედან გამომდინარე, გადაწყდება ამ 200,000-დან რეალურად რამდენს გადაიხდის დამატებით Elf Cosmetics-ი. ძალიან განსხვავებული რეაქციები ვნახე ინტერნეტში ამ თემასთან დაკავშირებით. მე მგონი ყველაზე მეტად თემა ის იყო, რომ ესეთი პატარა, ესეთი ახალი ბრენდი. Road სულ რამოდენიმე წელიწადია რაც არსებობს, რეალურად სულ რამოდენიმე პროდუქტი აქვთ ბაზარზე, მაგრამ მე მგონი ამ შემთხვევაში ადამიანებს ავიწყდებათ ის თემა, რომ Elf Cosmetics-მა რეალურად მთელი პაკეტი შეიძინა. საქმე ეხება იმას, რომ არა მხოლოდ პროდუქტებში გადაიხადა ფული, არამედ მარკეტინგში, იმ სოციალურ მედიაში, რამდენად არის წარმოდგენილი ეს ბრენდი და რამდენად წარმატებულია და რამდენად არის ახალგაზრდა მომხმარებელზე ორიენტირებული. თვითონ Hailey Bieber-შიც გადაიხადა ფული. იმიტომ რომ Hailey Bieber იქნება სხვათა შორის კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე დარჩება, როგორც მივხვდი. ანუ აი, როგორც ნატურიუმთან მიმართებაში იყო, სუზანიარა დარჩა ისე, მუდმივად საუბრობს ამ ბრენდის შესახებ, თავის არაერთ პლატფორმაზე, მილიონზე მეტი გამომწერი, მარტო YouTube-ზე ყავთ, Instagram-ზე არაჩვეულებრივი გვერდი აქვს, TikTok, ანუ ყველგან მუდმივად საუბრობს ახალი პროდუქტების შესახებ, მუდმივად აპიარებს, ბრენდის წარმომადგენელია, ნებისმიერ ივენტზე იქ არის, აი, ამაშიც გადაიხადა რეალურად მაშინ Elf-მა ფული, როცა ნატურიუმი შეიძინა და იგივე თემა არის Road-ის შემთხვევაშიც. Hailey Bieber-ის სახელშიც, მის ამ მარკეტინგში, ამ რეკლამაში, ანუ Hailey ხო არ შეწყვეტს ახლა ამ ბრენდზე საუბარს ასე. უცებ, მუდმივად ისაუბრებს ინოვაციების შესახებ, ახალი პროდუქტების შესახებ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ერთი სარეკლამო პოსტი, ისეთი ვარსკვლავით, როგორც Hailey Bieber-ია, რა ღირს ნებისმიერ ბრენდისთვის. ამ ფასში Elf-მა ეს ყველაფერი წერია. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, ეგ ნატურიუმის შემთხვევაშიც და სუზანიარას შემთხვევაშიც ეგრე იყო და Road-ის და Hailey Bieber-ის შემთხვევაშიც ეგრეა. ერთადერთი კიდევ ისეთი მომენტი იყო, რომ ზუსტად როცა გამოცხადდა იმის შესახებ, რომ ეს ხელშეკრულება გაფორმდა, Elf-მა პოსტი გამოაქვეყნა, Elf Cosmetics-მა, Elf Makeup-მა და არა Cosmetics-მა, ეს არ უნდა გვერდეს ერთმანეთში. Elf Makeup-მა გამოაქვეყნა სხვათა შორის პოსტი Instagram-ზე, რომ $1 გაზრდიან ფასებს 1 აგვისტოდან და ძალიან იყო ეს მომენტი, რომ ვაუ, ჩვენს ხარჯზე იყიდას რომ უნდა გავიგოთ ის ფინანსური მომენტი, რომ რაღაცი მაისში გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელგავლენა ვერ იქნება აგვისტოში ფასების მომატებაზე, ეს უკვე გადახდილი ფულია და გაფორმებული ხელშეკრულება, ამიტომ ეს ერთ-ერთი მაგას ვერ გადაიყოთ, უბრალოდ ძალიან ცუდად დაემთხვა ეს ყველაფერი ერთმანეთს და ამ დროს ჩვენ მომხმარებლებისთვის ჩვენ ფასებს გვიზრდიან. მაგრამ რეალურად მიზეზი იყო ტარიფები და ინფლაცია. რაც ბევრი ბრენდის შემთხვევაში ასე იყო, Elf-ი არ არის ერთ-ერთი ბრენდი, რომელმაც ფასები გაზარდა. Elf-ი ნელ-ნელად ცდილობს, რომ ახალი L'Oreal-ი გახდეს, L'Oreal გრუპი, რა თქმა უნდა, ანუ ამ შემთხვევაში ეს ორი რაღაცა უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან. Elf Cosmetics-ი არის umbrella brands, რასაც ეძახიან, ანუ ეს Kolga კომპანია და ამის Kolga-ის ქვეშ არის სხვადასხვა ბრენდები, როგორც ნატურიუმი, როგორც Elf Makeup-ი, სხვადასხვა ბრენდები აქვთ კიდე. ეს არის ამ Elf Cosmetics-ის ქვეშ. როცა Elf Cosmetics-ზე ვსაუბრობთ, ყველა ბრენდის შესახებ ვსაუბრობთ, როცა Elf-ის მაკიაჟის შესახებ ვსაუბრობთ, ერთი კონკრეტული ბრენდის შესახებ ვსაუბრობთ. იგივეა L'Oreal-ის შემთხვევაში, ანუ L'Oreal-ი არის როგორც ბრენდი, L'Oreal გრუპი, რომელიც კოსმეტიკული ბაზრის 50%-ს ფლობს.
ეს ორი თემა უნდა განვსხვავოთ ხოლმე ერთმანეთისგან. და ეხლა ვხედავთ მოგონი ახალი L'Oreal-ის ჩამოყალიბებას, როცა Elf Cosmetics ეხება საქმე, ну დააგვიანდება რა თქმა უნდა Elf-ს, L'Oreal ძალიან გაწაფულია მაგ საქმეში და იდეალურად იცის რას აკეთებს და ნაკლებად უშვებს უკვე შეცდომებს, როცა ახალ ბრენდებში ინვესტირებას ეხება საქმე და Medik8 ამისი არაჩვეულებრივი მაგალითია. ახალი ბრენდი დაამატა თავის ჯგუფს L'Oreal-მა Medik8 ბრიტანული ბრენდი, რომელიც ძალიან არის კონცენტრირებული პატენტებზე, ანტიასაკობრივ რუტინაზე, რეთინოლებზე, მოკეთ, აი, კვლევებზე, ინგრედიენტებზე, რაც ესეთი ინდი ბრენდებისთვის ყოველთვის მარტივი თემა არ არის, ესეთ პატარა ბრენდებისთვის ყოველთვის მარტივი თემა არ არის. ასეთ კვლევებს და ესეთ პატენტებზე უმეტეს შემთხვევაში მუშაობს ზუსტად L'Oreal-ის და Shiseido-ს და LVMH-ის მსგავსი ბრენდები, იმიტომ რომ მათ აქვთ რეალურად ასეთი კვლევებისთვის, რომლებსაც მილიონობით დოლარი სჭირდება ხოლმე ფინანსები და არა უფრო პატარა ნიშ ბრენდებს. მაგრამ როცა ხედავს L'Oreal-ი, რომ იქ პოტენციალია, მომხმარებელი ყავს და რეალურად შორის ბევრი შედარებას გაკეთდა ამასთან დაკავშირებით, რომ Elf-მა სოციალურ მედიაში და ჰაიპში და ეხა ამ წუთას მოდაში რაც აი მაშინ გადაიხადა 1 მილიარდი დოლარი მაშინ როცა L'Oreal-მა 1 მილიარდი შეიძინა პატენტები, კვლევა და სამეცნიერო სფეროში და ასეთ ბრენდებში უფრო აბანდებს, ასე ვთქვათ, ფულს და ეს შედარება იყო ზუსტად, რომ L'Oreal-ის გამოცდილება რო უკვე ზუსტად უყურებს და აკვირდება სად ურჩევნია ფულის დაბანდება და Elf-ი რომელიც ეხლა ცდილობს ფეხის ადგმას მაგ სფეროში. მოგეთ, მე ვფიქრობ, რომ საინტერესო თემა არის, მე მიხარია ძალიან რაც უფრო მეტი კონკურენტი ეყოლება Shiseido-ს და L'Oreal-ს მაგათ რა ჯობია, იმიტომ რომ ძალიან არასასიამოვნო სიტუაცია იქნება ბაზარზე, როცა ყველაფერი ერთ კომპანიას ეკუთვნის და ეს მხოლოდ კოსმეტიკურ სფეროში ასე არ არის, ეს არის საბანკო სფეროში ეგრეა, ნებისმიერ ფინანსურ სფეროში ეგრეა, ნებისმიერ სფეროში რეალურად ეგრეა, ამიტომ კოსმეტიკური ბაზარის გამონაკლისი არა, რაც უფრო მაღალია კონკურენცია, რაც უფრო მეტი მსგავსი ჯგუფი არსებობს, რომელსაც სხვადასხვა კომპანიები გადანაწილებულად ეკუთვნის, ფასები ჩვენთვის უფრო მისაღები იქნება, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი ლიდერი კომპანია არსებობს ბაზარზე, ფასებსაც მხოლოდ ისინი განსაზღვრავენ. ვფიქრობ, რომ Rhodes ბევრი რაღაცის დამტკიცება მოუწევს, მით უმეტეს ახლა როცა Sephora-ში იქნებიან წარმოდგენილები, თავიდან ამერიკულ, კანადურ და ბრიტანულ Sephora-ში და შემდეგ ნელ-ნელა სხვადასხვა ქვეყნების Sephora-ებსაც დაემატებიან. ბევრი რამის დამტკიცება მოუწევთ, იმიტომ რომ ის წარმატება, რაც აქამდე ჰქონდათ, იყო ონლაინ შოპის წარმატება საკუთარი საიტიდან, როცა მხოლოდ საკუთარ საიტზე როცა ყიდი პროდუქციას და TikTok shop-ში როცა ყიდი, ანუ ეგ სხვა თემა, Sephora-ში როცა ხარ წარმოდგენილი, აქ უკვე სხვა საკომისიოზე საუბრობ. Sephora-ს შეუძლია ბრენდებს 40-დან 60%-მდე საკომისიო დაუწესოს, რაც ძალიან რთულია ბრენდებისთვის, რომ საერთოდ გიღირდეს და მოგებაზე წახვიდე. ძალიან რთულია. ამიტომ როცა ხედავთ, რომ რაღაც ბრენდი Sephora-ს ტოვებს, ეს ავტომატურად იმას ანიშნავს, რომ მკვდარი ბრენდის შესახებ საუბრობთ. არა, უბრალოდ სხვა გზებით ცდილობს, რომ ფინანსურად სტაბილური და წარმატებული იყოს ბრენდი, იმიტომ რომ Sephora-ში ყოფნა არის ძალიან დიდი ხარჯი, ძალიან დიდი. Sephora ცენტს არიხდის ამ ბრენდებთან ურთიერთობაში, მხრივ რომ აი თუნდაც ის გონდოლებს, არც ქართულად რა ქვია, აი ეს დისპლეებს, ყველაფერს ასაც ხედავთ Sephora-ში ბრენდების არის მათი პროდუქცია, ყველაფერს ბრენდი თვითონ იხდის, ყველაფერზე ბრენდი თვითონ ზრუნავს. Sephora არა. ამიტომ Sephora-ში როცა ხარ წარმოდგენილი, ეგ ძალიან ძლიერი ფინანსური ზეწოლა და მაგ მხრივ ბევრი სამტკიცება მოუწევს რომ იმ ბრენდებს, რომლებიც Sephora-ში არიან წარმოდგენილები, შეუძლია რომ კონკურენცია გაუწიოს. შემდეგი ბრენდი, რომელიც იყიდება, არის Makeup Revolution-ი. ამის შესახებ სხვათა შორის უკვე გესაუბრეთ, რომ გაკოტრდა Makeup Revolution-ი და ინვესტორებს ეძებდნენ და როგორც ჩანს ვიღაც იპოვეს, ჯერჯერობით არ ხმაურდება ზუსტად დეტალები, მაგრამ სავარაუდოდ ახალი ინვესტორი ეყოლებათ, რომელიც თავისი ვალებიანად გადაიბარებს Makeup Revolution-ს. არც ვნახოთ იქნება ახალი მფლობელობის ქვეშ უფრო შეძლონ რაღაც უფრო ხარისხიანი მაკიაჟის გამოტანა ბაზარზე, იმიტომ რომ არ ვიცი, მე ყოველთვის ამბობ, რომ რაღაცა 20 სხვადასხვა პროდუქტის ქონას ჯობია ქონდეს 10 პროდუქტი და 10-ვეს ყიდდე და 10-ვეს ხარისხი ქონდეს და 10-ვეს თავისი მომხმარებელი ყავდეს, ვიდრე 20 პროდუქტი და აქედან არ ვიცი, ნახევარი უბრალოდ თაროზე ელაგოს იმის გამო, რომ ნახე გვაქვს და სხვა ბრენდებს არ ჩამორჩა. Makeup Revolution-ს ხშირად ქონდა ეგ თემა სხვადასხვა კოლექციებზე, რაც შეიძლება ფერადი, რაც შეიძლება ლამაზი, რაც შეიძლება ის რომ თვალში მოგხვდეს, ის გამოც სამწუხაროდ ხშირად ხარისხი იკარგებოდა ხოლმე, მაშინ როცა რეალურად შეუძლიათ. Makeup Revolution-საც რამდენიმე სხვადასხვა ბრენდი ეკუთვნის, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ბრენდი BH Cosmetics-ი, რომელიც სამწუხაროდ გაანადგურეს უმაგრესი თვალიშტილების ხარისხით, არ ვიცი, იყიდეს და არაფერი აღარ გავუკეთებიათ ამ ბრენდისთვის, რაზეც ძალიან გული მწყდება. მოკეთ, იმედი მაქვს, რომ ახალი ინვესტორები უფრო შეძლებენ, რომ ძალიან კარგი პოტენციალი აქვს Makeup Revolution-ს, რომ კარგი ხარისხიანი ბიუჯეტური ბრენდი იყოს. Catrice და Essence თავისუფლად გაუწიოს კონკურენცია, როგორც ევროპაში, ისე ამერიკულ ბაზარზე. ამიტომ ნახოთ, იქნებ ახალმა ინვესტორებმა უშველო.
ისე არაერთი სხვა ბრენდი არის კიდე გამოტანილი გასაყიდად. ნუ გასაყიდად გამოტანილი უფრო ინვესტორს ეძებენ. მაგალითად Makeup by Mario ინვესტორს ეძებს და გაიყიდება, Glow Recipe ინვესტორს ეძებს და გაიყიდება, One Size ინვესტორს ეძებს და გაიყიდება. ნუ როგორც ხედავთ, ის make-up artistების და influencer-ების ბრენდები, რომლებიც ჩვენს თვალწინ შეიქმნენ რამდენიმე წლის წინ, ნელ-ნელა იზრდებიან და უკვე მხოლოდ influencer-ის და make-up artist-ის ფულით ვეღარ ახერხებენ რომ გაუმკლავდნენ იმ მოთხოვნას და წარმატებას, რაც ამ ბრენდებს აქვთ, ამიტომ სერიოზული ინვესტიცია სჭირდებათ და სერიოზული ინვესტორები სჭირდებათ. რეალურად უმეტესობა influencer-ების make-up artist-ების არ აქვს მნიშვნელობა. დერმატოლოგების უმეტესობა ბრენდებს ქმნიან ზუსტად იმ იდეით, სტარტაპებს ქმნიან ზუსტად იმ იდეით, რომ ერთ დღეს დიდი ინვესტორი იპოვონ და გაყიდონ. დამიჯერეთ 10-დან 8 შემთხვევაში მიზანი ზუსტად ესა. არავის არ უნდა, არავის ცოტა ისეთი ნათქვამი, მაგრამ უმეტესობას არ უნდა რომ მთელი ცხოვრება ამ ბრენდს დაუკავშირონ და ლაბორატორიებში იწამწალონ და აბა ეს თუ ეს 100% შენი თემა არ არის, რომ აი საზრუნავი და სადარდებელი და აბა ფინანსები და აბა იქ არ გაგვიჭერდეს და აქ არ გაგვიჭერდეს, აი თუნდაც სუზანი არასან თუნდაც ელი ბიბერის შემთხვევაში და კრეატიული დირექტორი, დამფუძნებლის სტატუსი ყოველთვის დარჩებათ ბრენდის ისტორიაში. უმეტესობა ზუსტად ამ იდეით აფუძნებს ხოლმე მსგავს ბრენდებს, რომ საკუთარი წარმატება, საკუთარი პლატფორმა გამოიყენონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ცნობადი გახადონ ბრენდი და შემდეგ გაყიდონ. ო და იმ ადამიანებს, ვინც ორდინერის შესახებ სილამაზის მხარე მაგ ვიდეოს უყურეთ, თქვენთვის მაქვს პატარა აპდეითი, თუ გახსოვთ, რიად სვიდენის შესახებ ვისაუბრეთ იმ ვიდეოში, რომელიც ორდინერის დამფუძნებელი ბრენდონ ტროქსის მეგობარი პარტნიორი იყო. რიადმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი ბრენდი შექმნას. სხვათა შორის ძალიან გავს იოკოს ბრენდონის პირველი ბრენდის თუ გახსოვთ, ანუ ვინც უყურეთ იმ ვიდეოს, ან ვინც არ უყურეთ, გირჩევთ რომ უყუროთ. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მე ყველაზე მეტად დიდი ენერგია რაც ჩავდა, მე მგონი ყველაზე მეტად მის თუნდაც რომ მაინტერესებდა ერთ-ერთი ისეთი ვიდეო იყო ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც გამიკეთებია. რიადის ბრენდი ძალიან გავს იოკოს. ბრენდონის პირველ ბრენდს ფასებითაც საკმაოდ ძვირიანი ბრენდი არის და ძალიან უცხო და ჯერ დაავს გავგონა ესეთი ინგრედიენტების და შემდეგ რაც ის ბრენდი თუ გახსოვთ ზუსტად. ეგეთი იყო შეფუთვებიც კი, შეფუთვები რო დავინახე, მეგონა რომ ის ბრენდი თავიდან ხო არ განაახლა თქო. მოკლედ, პატარა აპდეითი მინდოდა თქვენთვის, ვისაც ის ისტორია გახსოვთ და იმ ვიდეოს უყურეთ. რიადი ჩაერთო მოკლედ კოსმეტიკურ ბაზარზე ახალი სკინქეა ბრენდით და იმედი მაქვს, რომ ეს ბრენდი უფრო წარმატებული იქნება და უფრო დიდხანს დარჩება, ვიდრე ბრენდონის იოკო. ორი ახალი სელებრიტის ბრენდი დაგვემატა, გვაკლდა და ხო უნდა შევავსოთ ხოლმე. წინა წელს უფრო აქტიურები იყვნენ 2025-ში ისე ძალიან არ აქტიურობენ ჩვენი ჰოლივუდის ვარსკვლავები, ამიტომ ეხლა რამოდენიმე მერტად გადაწყვეტა რომ შეავსონ ეს დანაკლისი. პირველი არის შაკირა, რომელიც თმის მოვლის ბრენდით გამოვიდა, რაც მე მგონი ძალიან ლოგიკური არის შაკირას ხმასთან ერთად. ერთ-ერთი მახასიათებელი მე მგონი შაკირას, ამიტომ არ არის პრინციპში გასაკვირი რომ ახალი თმის მოვლის ბრენდი აქვს იზიმა, ესე ქვია ბრენდს და 32-დან $42 ჩათვლით ფარგლებში იქნება სხვადასხვა პროდუქტები, ანუ სკალპის მოვლის შრატებიდან დაწყებული, თმის ნიღბებით და ზეთებით დამთავრებულია. ძალიან ფერადი ლამაზი შეფუთვით, პროდუქტების შესახებ თვითონ ვერ გეტყვით ახლა რა თქმა უნდა, მაგრამ შეფუთვა ძალიან ლამაზია და ფასიც დღეს ისეთ დღეში არის ბაზარზე ფასები, რომ საშუალო ფასის, ანუ ცვირიანსაც ვეღარ იტყვი, საშუალო ფასის შამპუნი გამოდის $42 რეალურად. და შემდეგი ვისგანაც ველოდებით ახალ ბრენდს არის ლინდსი ლოჰანი, რომელიც დაუბრუნდა ჰოლივუდს, თუ გახსოვთ, დაკარგული იყო და პაუზა ქონა გაკეთებული ჰოლივუდისგან და სოციალური მედიისგან და არ ჩანდა და დაბრუნდა ახალი სახით, ახალი ერით და სერიოზული აჟიოტაჟი მოყარა თქმა უნდა, ქალის გარეგნობაში რაღაცა იცვლება ეს, თქმა უნდა. ტაბლოიდების პირველი სალაპარაკო თემა არის და ლინდსი ლოჰანის არ ყოფილა გამონაკლისი, მაგრამ სხვათა შორის პოზიტიური, ამ შემთხვევაში უნდა გითხრათ, რაც ძალიან გამიკვირდა, როცა რაცა ქირურგიულ ჩარევას ეხება საქმე, რასაც თვითონ ამბობს, რომ ქირურგიული ჩარევა არ ყოფილა, მაგრამ სახის ლიფტინგი დავარქვათ, მინიმუმ. ყოველთვის ძალიან ნეგატიური და აგრესიული რეაქცია მოყვა ხოლმე ასეთ რაღაცებს, მაგრამ ლინდსი ლოჰანის შემთხვევაში სხვათა შორის არა ძალიან გამიკვირდა, მაგრამ მე მგონი იმდენად გადაუარეს უკვე ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ამ ქალს და არ ვიცი, თუ კი სადმე როდესმე ნასვამი ყოფილა და თმა დაუვარცხნელი გამოსულა სადმე ყველა პაპარაცული ფოტო ნებისმიერ ჟურნალში შეგიძლია იპოვო და ასე შემდეგ. მე მგონი უკვე ეს თემა იყო, რომ აი მეტი რაღა და უბრალოდ ის რომ ვაუ აბსოლუტურად საპირისპირო რეაქცია მოყვა მაგას. თორე ხა რომელიმე კარდაშიანი რო გამოსულიყო ახალი ოპერაციით და სხვათა შორის იყო კიდეც მე მგონი ხა არ მახსოვს რომელზე იყო ზუსტად კედის ოპერაციაზე იყო მე მგონი ხო ვაუ მაგას აუწარი სასწაული რეაქცია, ანუ ერთი ქალის შემთხვევაში აბსოლუტურად აგრესიული და აბსოლუტურად უარყოფითი და მეორე ქალის შემთხვევაში 100%-ით განსხვავებული და ძალიან პოზიტიური და დადებითი.
არ ვიცი, როგორ წყვეტს ხოლმე ეს ხალხი ვის დაეტაკოს და ვის არა, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ლინდსი ლოჰანის შემთხვევაში ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოყვა მის დაბრუნებას. სხვათა შორის ლინდსი ლოჰანი Netflix-თან ერთად ყოველწლიურად აკეთებს ხოლმე საშობაო ფილმებს, მელოდრამებს. სხვათა შორის ანუ თუ გიყვარს საშობაო ფილმები, ხო იცით ახლა ეს მელოდრამა და რომანტიკული კომედია და საშობაო ფილმები, ეგ არა რომ მთელი ოჯახით უყურებ ხოლმე, თუ არის ეგ შენი გემოვნება და თუ შეგიძლია ცხელი შოკოლადით და თბილი ქუშელ ადიალათი დაჯდე და რაღაცა მსგავს უყურო დეკემბრის სივსაღამოს, ლინდსი ლოჰანს ერთ-ერთი საუკეთესო საშობაო ფილმები აქვს, უნდა გითხრათ და Netflix-თან ერთად სხვათა შორის ბოლო საშობაო ფილმი ეხლა 2024-ის სხვათა შორის მომეწონა. კარგად იყო საშობაო ფილმისთვის, კარგად იყო. წინასწარ იცი რომ happy end-ით მთავრდება თქონა ყველაფერი, მაგის პირობაზე ძალიან კარგად იყო გაკეთებული. ამიტომ მოკეთ ლინდსისგან ველოდებით ახალ skincare brands. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ საუბრობდა იმის შესახებ, რომ უნდა გამოეტანა ბრენდი ბაზარზე და Instagram-ის გვერდიც კი ჰქონდათ შექმნილი. მაგრამ მე უცებ გაქრა ყველაფერი. გვერდიც დაიბლოკა ყველაფერი. ანუ როგორც ჩანს რაღაცა ისე არ წავიდა, როგორც მას უნდოდა და ველოდებით ის გამოვა ახალი skincare ბრენდით. რატომღაც მგონია რომ იქნება clean beauty, ყველაფერი ნატურალური, საკუთარ ბაღში მოყვანილი და დაკრეფილი. რატომღაც ასე მგონია, მაგრამ ნახოთ დაველოდოთ. ჩვენი შარლოტა რო ცოტა რა ვთქვა, აგრესიულია ხოლმე, როცა სხვადასხვა ინფლუენსერებს ეხება საქმე და თუ კი ვინმეს რაღაცა ცუდი წამოც და თავის ბრენდზე ეგ ამბავი ვიცით, მაგრამ ეხლა უკვე ბრენდებზეც გადავიდა. მაგალითად Huda Beauty-ს დაეტაკა ეხლა ამ ბოლო დროს, ბოლო სკანდალი ეგ იყო. Easy Bake spray რო აქვს, setting spray აქვს, ახალი ну, ბოლო თვეებში გამოტანილი პროდუქტია ბაზარზე Huda Beauty-ს და ერთ-ერთ ინფლუენსერს ქონდა ვიდეო, სადაც Charlotte Tilbury-ს და Huda Beauty-ს სპრეის ადარებდა ერთმანეთს. გაინარჯვა Huda Beauty spray. და Huda, ანუ თვითონ Huda, მაგრამ ნუ მარკეტინგმა სავარაუდოდ სოციალურ მედიის გუნდმა თავის გვერდზე გადაპოსტა ეს ვიდეო. Charlotte-ამ თავი წაიქცია. იდი არის ის, რომ საუკეთესო სპრეი არის გამძლეობით ბაზარზეო. არა, გიჩივლებთო. მაგის თქმის უფლება არ აქვს. ბაჩვენეთ დამადასტურებელი საბუთები მაგის. გიჩივლებთო. ხო და Huda შეინერვები არ მაქვსო და აიღეს ვიდეო თვითონ თავისი ნებით. ნებაყოფლობით. Charlotte-ას ერთი ვიდეო ხარ მოვამზადო. ესე ჩემებურად რა. იმიტომ რომ ბევრი რაღაცის თქმა შეიძლება სხვათა შორის Charlotte Tilbury-ზე და თავის ბრენდზე და სხვათა შორის პირველად არ არის როცა რაღაცა ეგეც აკეთებს, ხშირად ჭირს ხოლმე ესეთი რაღაცების პატარა ბრენდებს. ეხა Huda-ს რო დაეტაკა, გამიკვირდა მათი რო გითხრათ, მაგრამ ოკეი. ორი წარმატებული ბრენდი, ქალი დამფუძნებლები. მოკლედ. პატარა ბრენდებს ეტაკება ხოლმე ხშირად, პატარა და შედარებით პატარა ზომის ინფლუენსერებს. მაგრამ ეხლა Huda-ზე არ ველოდებოდი, თუმცა უკვე მაგამდეც მივედით. მოკეთ, არ ვიცი, ხშირად ჭირს ეგეთი რაღაცეები, პირველი შემთხვევა არ არის, ძალიან აგრესიულია ხოლმე ეგეთ სიტუაციებში. Huda-ს ახლა მეტი საქმე არ ქონდა სადარდებელი, იმიტომ რომ ძალიან ბედნიერად გრძნობს Huda თავს, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ როგორც იქნა 100%-ით ეკუთვნის Huda კატანს Huda Beauty. კაიალი, სუნამოების პარფიუმის ბრენდი, რომელიც Mona კატანს ეკუთვნის, Huda-ს დას, ანუ რეალურად Huda Beauty-ს შვილობილი კომპანია იყო და Huda-მ გაყიდა თავისი წილი, იყიდა მთლიანად Mona-ს, ანუ კაიალი მთლიანად Mona-ს ეკუთვნის და იმ ფულით, რაც Mona-სგან აიღო, საკუთარი აქციები გამოისყიდა ისევ უკან ინვესტორებისგან და ეხა 100%, ანუ ინდი ბრენდი არის Huda Beauty. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მე მგონი, არც ვიცი ხა რო ვფიქრობ, ინვესტორების და დიდ გრუპებს, L'Oreal Groups და Elf Cosmetics რო არ ეკუთვნოდეს, ერთი ოჯახის ფლობელობის ქვეშ რო არის. სხვა შორის ნიშე ბრენდები და ინდი ბრენდები ერთმანეთში ერება ხოლმე. ინდი ნიშნავს independent, დამოუკიდებელს, როცა ინვესტორების გარეშეა. და რაღაცა დიდ კომპანიას და კონგლომერატს არ ეკუთვნის. შემთხვევაში Huda-ს მფლობელობის ქვეშ არის 100%-ით Huda Beauty, რაც იმას ნიშნავს, რომ Huda Beauty არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდი კომპანია ბრენდი ამ წუთას beauty ბაზარზე. Sephora-ს აქვს ახალი აქცია, ტესტავენ, ახლა სატესტო რეჟიმში არის quiet hours, ანუ წყნარი საათი, ჩუმი საათი, siesta დაახლოებით. არც ქართულად ზუსტად როგორ უნდა ვთქვა. ტესტავენ ამ წუთას ბრიტანეთის და ამერიკის მე მგონი რამოდენიმე ფილიალში, Sephora-ს რამოდენიმე ფილიალში, სამშაბათობით და ხუთშაბათობით არის მე მგონი დილის 10-დან 12 საათამდე. მუსიკას დაუწევენ, Sephora-ში ყოველთვის მუსიკას დაუწევენ, განათებებს
დაუწევენ. ესე ბილბორდები, რომლებიც თვალებში გვხვდება და ძალიან ანათებს და უამრავი რეკლამა ხტის ხოლმე გამორთავენ. და შეგიძლება რომ მშვიდ, წყნარ, მყუდრო გარემოში შოპინგო. პატარა სტიკერები შეგიძლია რომ შენს კალათას ჩამოკიდო, სადაც ეწერება რომ არ შემაწუხო, ანუ როცა არ გინდა რომ თანამშრომელი Sephora-ს კონსულტანტი მოვიდეს და გამოგელაპარაკოს. ანუ ეს იმას ნიშნავს რომ I'm just looking არ შეგაწუხონ და მშვიდად იარო. ანუ ეს სტიკერი თემა ძალიან მომწონს. იმიტომ რომ მე ვიცი როგორ ძალიან აძალებენ ხოლმე Sephora-ს კონსულტანტს დაელაპარაკე. დაგეხმაროთ. ხან უბრალოდ გინდა რაღაცა დაათვალიერო, რაღაცა გატესტო, რაღაცა შეხედო, რაღაცა შეადარო, არაფრის ყიდვა არ გინდა და არც გინდა რომ ვიღაცა გამოგელაპარაკოს. ამიტომ ეს სტიკერების იდეა ძალიან მომწონს, რომ არავინ არ შეგაწუხოს. იმას რაც შეეხება რომ მუსიკა და განათება და მყუდრო გარემო, ნუ სამშაბათს და ხუთშაბათს სამუშაო დღეებში, სამუშაო საათებში, დილის 10-დან 12-მდე Sephora-ში ისედაც არაფერი არ ხდება ხოლმე დიდად. ნუ ყოველ შემთხვევაში იცით რა არის, ამით ცდილობენ იმ სიტუაციის გამოსწორებას, რაც Sephora Kids, ანუ Sephora-ს ბავშვების ქაოს მოყვა, რასაც Gen Alpha ატრიალებდა ბოლო თვეების განმავლობაში Sephora-ს ფილიალებში, რომ გადათელეს ყველაფერი და გადაილეწეს თავზე ყველაფერი და ნუ უბრალოდ შეუძლებელი იყო შვიდად გაგევლო Sephora-ს ფილიალებში, რომ და ბავშვებზე ფეხი აწამოგეკრა, მოდით ესე უხეშად რომ ვთქვათ. მე ვფიქრობ, რომ ეხლა ნელ-ნელა ცდილობენ, რომ იცით რა, Sephora მხოლოდ თინეიჯერებისთვის არ არის, Sephora მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის, თქვენ შეგიძლიათ მობრძანეთ და რეალურად ფული ამ ხალხს აქვს და ცდილობენ, რომ ამ ადამიანებისთვის, რომლებსაც უფრო მშვიდ გარემოში უნდათ შოპინგი, ესეთი სიტუაცია შექმნან. 12 კვირა თქვენს მე მგონი თუ რაღაცა ეგრე, ანუ სატესტო რეჟიმი აქვთ და თუ გაამართლებს, თუ კარგ ფიდბექს მიიღებენ, უფრო გააფართოვებენ, ანუ შეიძლება რაღაცა თქვათ, კვირაში ერთი დღე იყოს მთლიანად. ანუ იმიტომ რომ ხო გითხარით ხა იყოს სამშაბათს და ხუთშაბათს არ მახსოვს ზუსტად რომელი დღეები იყო, მაგრამ კვირის დღეები დილის 10-დან 12 საათამდე მაგ დროს რეალურად ისედაც სიწყნარი და სიმშვიდეა Sephora-ში, მაგრამ დამატებით ის თემა რო სტიკერი შეგიძლიათ ჩამოკიდოთ და არავინ არ შეგაწუხებს და ეს უამრავი განათება არ მოგხვდება თვალებში და უაზროდ ხმამაღალი მუსიკა არ იქნება ჩართული. შვიდი შოპინგისთვის ესეც პლუსი. რადგან Sephora-ზე ვისაუბრეთ, ორი პროდუქტი მინდა გითხრათ ახალი Sephora collection-იდან, ვისაც თვალის პროდუქტები შეიძლება დაგჭირდეთ, ან გჭირდებათ. და Sephora-ში შოპინგობთ, ცოტა შორცოცა თვალის ფანქრებს და ლაინერებს და სტრასებს ეხება საქმე. Sephora-ს არაჩვეულებრივი ხარისხი აქვს. ძვირ ბრენდებთან ანუ Sephora-ს ბიუჯეტური არ არის რეალურად, მაგრამ ნუ Sephora-ში სხვა ბრენდებს თუ შევადარებთ, მათი სახლის ბრენდი თვითონ და სახლის ბრენდის მაკიაჟი ბევრად უფრო ბიუჯეტურია. თვალის ფანქრები, ლაინერები ძვირიან ბრენდებთან გადასვლა საერთოდ არ გჭირდებათ, არაჩვეულებრივი ხარისხი აქვს Sephora-ს და ეხლა დააგმატეს სხვათა შორის 12 საათიანი ფანქარი თვალისთვის, რომელიც ულამაზეს ფერებში აქვს. თუ გიყვართ ფერადი ფანქრები, ხა ზაფხულისთვის თუ გინდათ რაღაცა ესეთი ცოტა ფერები დაამატოთ თქვენს მაკიაჟზე, მაგრამ შეიძლება თქვათ თქვენი თემა არ იყოს და კომფორტს არ გიქმნით, მაინც ფერადი თვალიშები და რაღაცა ესეთი ფერი გინდათ ჩართოთ, მაგრამ უფრო სუბუქი ვერსია. ლაინერ და ფანქარი, ფერადი ლაინერ და ფანქარი იდეალური არჩევანია, ულამაზეს ფერებში აქვთ არჩევანი 14 ევროთ შეგიძლიათ გრამი და 40 აწერია, ანუ მოცულობა ცოტა ნამდვილად არ არის, 12 საათიანი გამძლეობით ულამაზეს ფერებში. მატ ეფექტითაც და ბზინვარგლითა ეფექტითაც, რომელიც უფრო თქვენი თემა არის და ასევე თვალის კონტურ ფანქრები, რომელიც რეალურად უფრო მსხვილი თავით არის ჩვეულებრივ კლასიკურ ფანქართან შედარებით, რომელიც ასევე როგორც მთლიანი თვალის ჩრდილი ისე შეგიძლიათ რომ გადაისვათ თვალზე. ესეც 12 საათიანი გამძლეობით, 24 სხვადასხვა ფერში აქვთ, სხვათა შორის გლითა, მატ და ოდნავ ბზინვარე ეფექტები თუ აქ მესამე ვარიანტშიც აქვს დამატებული. მოკეთ, მე მიყვარს ძალიან Sephora-ს ფანქრები და ლაინერები და თუ რაღაცა ფერადის დამატება გინდათ, იცოდეთ რომ ძალიან კარგი არჩევანი დაამატეს ახლა ამ ბოლო პერიოდში და გირჩევთ ნამდვილად. ეს Tower 28-ის მინერალური მზის განდამცავის სკანდალი გამომრჩა. Tower 28-ს აქვს ახალი მინერალური მზის განდამცავი. და ნუ პიარი გააკეთეს, რომ თეთრ კვალს არ ტოვებს მუქ ტონის კანზეც. რაც რა თქმა უნდა გამორიცხული არ არსებობს მინერალური მზის განდამცავი, რომელიც თეთრ კვალს არ ტოვებს, განსაკუთრებით როცა მუქ ტონს ეხება საქმე. სადაც პიგმენტი არ აქვს შეგნით ჩამატებული. ძალიან მძიმე რეაქცია მიიღეს ამ თემასთან დაკავშირებით, უნდა გითხრათ. როცა ხედავ, რომ აი ადამიანები, რომლებიც რეალურად ლაბორატორიაში პროდუქტს ამზადებენ და მარკეტინგის სასტავი, რამდენად შორს დგანან ერთმანეთისგან. იმიტომ რომ ეს რეალურად იმ ხალხის ბრალი არ არის, ვინც ეს პროდუქტი დაამზადა. ამ ხალხს შეუკვეთეს, რომ ჩვენ გვინდა მინერალური მზის განდამცავი. და ამ ხალხმა დაამზადა 100% მინერალური მზის განდამცავი. მარკეტინგის ხალხმა გადაწყვიტა, რომ იცი რამას ისე დავაპირებთ, რომ არც მუქი მელანინით რიჩ კანის ტონზეც თეთრ კვალს არ ატოვებს. რაც რეალურად ესე არ არის და გლორიამ დატესტა რა თქმა უნდა TikTok-ზე და მე ბევრმა ცნობილმა ინფლუენსერმა მოგეთ. ბრენდმა მე ბოდიში მოიხადა ამ თემასთან დაკავშირებით, რომ გვაპატიეთ და არასწორი მარკეტინგი გამოვიდა და შეგვეშალა და იცით რა მაინტერესებს, რატო არ შეიძლება რომ სხვის შეცდომაზე ისწავლო? მაინდა-მაინც შენ თვითონ რა უნდა წაიდე ხო სხვი ამას ვერ ხვდები. პირველად მოხდა ეგეთი რაღაცა.
ყოველ მეორე კვირაში რაღაცა ეგეთი ხდება. რატო უნდა იყო მაინდა-მაინც შენის ბრენდი, რომ აი მეც უნდა დამემართოს. მეც უნდა დავიტანჯო. რატო აქვს ეს დამოკიდებულება და მაინდა-მაინც თვითონ რატო უნდათ რომ მოსინჯონ ეს რაღაცეები თუ გონიათ რომ გაძვრებიან და არის თან Tower 28 ისეთ ბრენდია რომ უყვარს ძალიან ინფლუენსერებს ხოთა შორის და ინტერნეტს ზოგადად. იგივე თემა იყო ეხა elf-თან დაკავშირებითაც. Hello Skin Glows ახალი შეფერილი მინერალური მზისგან დამცავი აქვთ SPF 50 შეფერილი, ოღონდ წესით 18 სხვადასხვა ფერშია, მაგრამ მუქი ფერიც კი ნაცრის ფერი ტონით ჩდება მუქ კანზე. ანუ იგივე თემა. აი იგივე თემა. ყველა ბრენდმა რატო უნდა გაიაროს ეს ეტაპი, რომ თეთრი კოალის გარეშე და მე სკანდალი, აი რით ვეღარი, აი ბოლო 2 წლის განმავლობაში მარტო 1 5 თუ 6 მინიმუმ მაინც მსგავსი სკანდალი იყო, აი ფერი და ფერი და ფერი. რას გადაეკიდნენ ამ მინერალურ მზისგან დამცავებს, ან ვის ჭირდება საერთოდ glow tint-ი SPF-ით. გეკონება ვინმე ისმევდეს მაგ tint-ს იმდან სახელზე, რომ რეალურად SPF 50-ზე ადიოდ. რეალურ მზისგან დამცავებს აქვს, ეხა ბოლო სკანდალს თუ უყურეთ. ავსტრალიაში რა ხდებოდა, როცა გატესტეს სხვადასხვა მზისგან დამცავები და პრობლემები იყო, რეალურ მზისგან დამცავებს აქვს პრობლემები. რა სახის tint-ი მინერალური SPF? სერიოზულად? მობილურის кейსები. რატო გუჭირს მობილური кейსების მანია? Color Pop-ი მაგალითად ახალი кейსები აქვთ. Pop-Socket-თან აქვს ხოთა შორის კოლაბორაცია, მათი არ არის. ეს არის ბრენდი, რომელიც მსგავს აქსესუარებს ამზადებს და მათთან აქვს კოლაბორაცია. ახალი პროდუქტი აქვთ, ტუჩის გლოსი, რომელიც გლოსია თავიდან რო ისმევდა, ეს გლოს ეფექტი რო გადადეს, ქვეშ tint-ი რჩება. ანუ tint glossy, ასე ვთქვათ. ქვეშ პიგმენტი რჩება მაინც ტუჩზე, გლოს ეფექტის გადასვლის შემდეგ, ულამაზეს ფერებში ხოთა შორის თვითონ პროდუქტი. ულამაზეს ფერებში არჩეულებრივი არჩევანით და ამის დასაჭერი გულის ფორმი მისაკრობი ტელეფონის кейს. რათა აი რატო უნდა იარო ამ რაღაცით არ მესმის ამ იხსენით ხალხო ჩემს ტელეფონს საერთოდ არ აქვს кейსი არც ვიცი სადაც ჩემ ტელეფონი ამწუთას მაგრამ кейსიც არ აქვს მე არ ვიცი თუ გაქვთ მილენიელებს ზოგადად ეს მომენტი რომ ამ რაღაცა უაზრო ზომის ნოკიებზე რო ვართ ეთყობა გაზრდილი ეს მომენტი მაქვს ეს სლიმი სმარტფონი ჯინსის უკანა ჯირში რო ჩაიცურებ ეგ ჩემთვის არის მხოლოდ კომფორტი და იმდენად მიყვარს ეგ რომ აი ჩვეულებრივი кейსის დამცავი кейსის გაკეთებაც კი მაწუხებს ტელეფონზე რა გლოსის დასაჭერ кейს ხადავთ და სუპერგრუპმა დაამატა მზისგან დამცავი გადაასხით თქვენ ტელეფონის кейსშიო. ერთი ამბავი და სკანდალია ატეხილი. რას ქვია რაღაცა სხვაში გადაასხეს SPF-ი და ისე დატესტესო. ამათმა ტელეფონის ბატარეაზე რო ხურდება კარგად ახლა თან ამ ზაფხულში. ტელეფონის ბატარეა განსაკუთრებით დასატენად რო შეაერთებ და დაგრჩება ცოტა დიდხანს და ეს კაბელიან ყველაფერი რო ხურდება. ან ჩანთაში, ან ტელეფონ მანქანაში თუ დაგრჩა მზე რო ადგას კარგად. ნორმალურია ეს ხალხი. და ესეთი chill მშვიდის სახით არეკლამებენ, რომ ასა ხო აიო, ტელეფონის кейსი და შიგნით წინ უდგათ ეს მზისგან დამცავები. ჩაასხეთ შიგნით ჩვენი მზისგან. ინკილის აქვს ორი ახალი პროდუქტი, კრემ რზე. გამოწვენდი. მაინტერესებს ძალიან მაკიაჟს რამდენად აშორებს. ამ გონია რომ მაკიაჟზე მუშაობს. მგონია რომ უფრო ისეთი გამწვენდი ანუ მზისგან დამცავი ჩამოკავშირებული დაბინძურება უფრო ეგეთი თემა იქნება. 180 მილილიტრიანი შეფუთვა 13 ფუნტი ნახე ამ წუთას მე ინგლისურ ბრიტანული საიტი მქონდა გახსნილი, იმიტომ რომ პირველი რა თქმა უნდა იქ ემატება ხოლმე ახალი პროდუქტები, მაგრამ გაწმენებული ვარ ევროპაშიც მალე ევროპას რო ვიძახი. ბრიტანეთი აღარ ჩავთვალე ევროპასთან კონტინენტზეც მალე გვექნება დაწმენებული ვარ, მაგრამ ძვირი არ არის 180 მილilitrისთვის, იმიტომ რომ ჩემ მეზობელი სამუშაოდ გამოვიდა ეზოში ამ კვირა დღეს, როდის იყო ოღონდაც. ეხა ფანჯარას ვერ დავკვირდ, ბოდიში ხმარობთ შეხვდის და ცხელა ძალიან. მაინტერესებს ძალიან. ამას გავტესტავდი დიდი სიამოვნებით. ახალი სპრეი აქვთ, ახალი დამატენიანებელი სპრეი 75 მილilitrიანი გასაგრილებლად სახის ზაფხულშიო, ჰიდრაციისთვისო, გლოუსთვისო, ისე რომ თან თქვენ მაკიაჟი არ გააფუჭოს, რაც ეგ დეტალი მაინტერესებს ძალიან. ძალიან სასიამოვნო სპრეი, ავტომატიზერი უნდა გქონდეს სპრეის, რომ მაკიაჟი არ გააფუჭოს, როცა ჰიდრაციას ეხება საქმე. 12 евро ეხა ევროებშიც დამწერა 12 евро ღირს 75 მილilitrიანი. მე ამ წუთას მიქსუნის სპრეი დავამთავრე. ოღონდ ეს 50 მილilitrიანია სახის სპრეი. დიდად არ ვარ სპრეების მოყვარული, მაგრამ რო დაცხება ხოლმე. მე ვხვდები ხოლმე რა კაია სპრეი რო გიგდია ჩანთაში ძალიან სასიამოვნოა და ვისიამოვნო ძალიან მიქსუნის სპრეი კი დავამთავრე უკვე არ მაქვს და ამ ზაფხულისთვის კი შეიძლება კიდე ერთის შეკვეთა. ნინკი ხოდა დავაოდო რომ სეფორაში იყოს და ბარი მაქვიყიდო.
ეგეც შეიძლება. და სპრეები როგორც ჩანს ამ წლის ახალი მოდა იქნება, როუცაც აქვს, უბრალოდ იქნება მალე ახალი პროდუქტი, სახის სპრეი 80 მლ-იანი შეფუთვა $30. რა თქმა უნდა. უფრო ძვირი იქნება, პირამიდებით, მაგნოლიას ექსტრაქტით, პანთენოლით, ესეც დამამშვიდებელი გამაგრილებელი ამბავი იქნება, ესეც ზაფხულის სეზონისთვის. მოგეთ სპრეების სეზონში ვართ. ნივიას აქვს ორი ახალი პროდუქტი. ერთი არის SPF 50 დღის ფლუიდია SPF 50 და Q10-ის ხაზიდან 40 მლ-იანი შეფუთვა თითქმის 18 ევროდ. ნივია 18 ევროდ. თეთრი კვალის გარეშე ქიმიური ფილტრებია, მშრალი ალკოჰოლის და პარფიუმით, რა თქმა უნდა, Q10 და გლიცერინი. ესენი ოჯამრთელად არიან. 40 მლ-იანი SPF 50 18 ევროდ ნივიასგან. და ახალი ანტიპიგმენტური ლაქების ინტენსიური შრატი აქვთ 30 მლ-იანი 29 ევროდ. თიამიდოლით, რაც მათი პატენტია, რაზეც ბევრ სამწუხაროდ ვერ გეტყვით, როგორც ჩანს, ეს არის ინგრედიენტი, ნაერთი, რაც ლაქებზე მუშაობს. არ ვიცი სამწუხაროდ მან ვერ გეტყვით, თქო, ფასმა მიიქცია ყურადღება და უფრო მინდა არ მეხსენებ, რომ თვითონ ინგრედიენტი სამწუხაროდ ვერ გეტყვით, რამდენად კარგად მუშაობს. ესეც მშრალი ალკოჰოლით, ესეც პარფიუმით, გლიცერინი ჰიალურონი. არის შეიძლება ეფექტურიც არის, ხა მართალი რომ გითხრათ, ან და წინასწარ ხაზია და უსვა, იმიტომ რომ შეიძლება მართლა პატენტი ისე მუშაობს როგორც საჭირო, უბრალოდ 30 მლ-იანი შრატი 29 евро. Since when? რა ხდება? ნივია. ახალი სუნამოები გვაქვს ბაზარზე, რეპლიკას აქვს Ideal One, ახალი სუნამო, რომელიც perfect match არის, თქვათ unisex-ი სუნამო იქნება. ადამიანის სხეულის კანის სითბო უნდა გადმოქცესო. რეპლიკას ხობს ეს მომენტი, ეს ამ თემა ეს მომენტები დაიჭიროს, ესე ვთქვათ. ბერგამოტი, პორტოხალი, ლავანდა, პორტოხლის ყვავილები, გოაკის ხემუშკი, ვანილა. არ ვიცი, მე ბერგამოტს რომ ხედავ ხოლმე, დალები მიბწყინება. არ ვიცი რამდენად იქნება ზაფხულის სუნამო. ნუ ეხა მართალი რომ გითხრათ რეპლიკას მაინდა-მაინც ეს არ აქვს. ეხა თუ by the fireplace ან jazz club-ზე არ საუბრობთ, დიდი ეს არ აქვს მაგის სუნამოებს, ამიტომ ნუ ტუალეტის წყლის ყვალობაზე შეიძლება ზაფხულისთვისაც კარგი იყოს, მაგრამ შეფუთვა აქვს ხალხში საინტერესო. რაღაცა ზაფხულს მაინდა-მაინც ვერ დავუკავშირებ შავ-თეთრ ფერებში, მაგრამ გადასტვა შეიძლება. პრადას პარადოქსის ინტენსიური ვესია დაგვემატა, ორიგინალი კვარცელიან. მიყვარს კვარცელიან. ამის ინტენსიური, ამის კიდე ოკეი. არ ვიცი. ნერული პორტოხლის ყვავილები, მარილიანი ფსტა. გურმანი ვერსია. ესა ყვავილები 100%. გურმანი ვერსია და სანდალის. სუნამოები უნდა ამოვიღო Beauty News-ების ვიდეოებიდან, თორე ჩემ ბანკის ანგარიში თავს აიქცეს. და Marc Jacobs აქვს Perfect ხაზიდან აბსოლუტ ვერსია, კარამელიზირებული ლეღვი ქარვით. ლეღვი, სხვათა შორის, სუნამოებში ხშირად იღებს ლაქტოზის რძის მსგავს არომატს. ოდნავ გადარიცხომ ესეთ ლაქტოზის რძიან არომატში და კარამელიზირებული ეგ ყველაფერი და ჟასმინი კიდე ზემოდან დამატებული. გალერეაში უნდა შევიარო ამ კვირაში, იმედი მაქვს, აქვთ უკვე ახალი სუნამო. და ბოლოს ერთი ვიდეო უნდა მოგასმენინოთ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი პოდკასტიდან, ამ პოდკასტიდან I have had it ადრეც მიჩვენებია თქვენთვის ვიდეო. Stanley-ს კამერების შესახებ რომ მქონდა ვიდეოში გაჩვენეთ. მოდი ერთად მოვუსმინოთ და მე რა ვისაუბროთ. Facebook allegedly detected when teen girls deleted selfies so it could serve them beauty ads. That is so diabolical. So diabolical. So it's like they're thinking they took it down because they didn't think they were pretty enough. So we're going to sell them shit that makes them think they're prettier. Right. Wow. ესე იგი, Facebook-ი მუშაობს იმაზე, რომ დაინახა, რომ ვიღაცამ selfie წაშალა. ესე იგი, თავისი თავი რო დააკვირდა სოციალურ ქსელში, პროფილზე არ მოეწონა. და სპეციალურად ასეთი ადამიანებისთვის, ვინც ფოტო წაშალა, selfie წაშალა, სპეციალურად ცდილობენ კოსმეტიკური და beauty პროდუქტების და რაღაცეების რეკლამების შეთავაზებას, იმიტომ რომ საკუთარ თავში დარწმუნებულები არ არიან და რაღაც არ მოსწონთ ფიზიკური სხეულში, სახეზე და იციან, რომ იდეალური აუდიტორია არის beauty პროდუქტების ან კოსმეტიკური მომსახურებებისთვის და ალგორითმი სპეციალურად აკვირდება ასეთ ადამიანებს, რომელმაც ფოტო და selfie განსაკუთრებით წაშალეს, რომ იმათ სპეციალურად ესეთი beauty პროდუქტების და მომსახურებების რეკლამა შესთავაზონ. აი ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ, მეგობრებო.
კარგი, მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. შევხედავ როგორ ხასიათზე ვიქნები დაალაგებას გავაგრძელებ თუ კიდევ ერთ ვიდეოს ჩავწერ, ნახოთ. მაგრამ დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. თუ სხვა beauty news-ები გაინტერესებთ, playlist დაგიტოვებთ ვიდეოს ბოლოს. ეს ვიდეოს YouTube-ის ალგორითმით შეარჩევს თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება. არ დაგავიწყეთ არხის გამომწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს სახს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო. დიდ მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და ნახოთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao.